Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad amma ba'd. Assalamu alaykum მოგესალმებით. თვითფასო მორწმუნეებო, მინდა დღეს ვისაუბრო მუსლიმანურ ქორწილებებზე, როგორი ფორმით ხდება, როგორც ცდილობენ რომ საზოგადოებას აჩვენონ და დაანახონ ამ ტერმინის გამოყენებით. პირველ რიგში მინდა ვნახოთ ვიდეო მასალა და შემდეგ გავაგრძელოთ. وغرتهم الحياة الدنيا وغرتهم الحياة الدنيا وغرتهم ჩვენ ნახეთ ვიდეო მასალა, სადაც რომ არიან მუსლიმი ქალბატონები შეკრებილი, ცეკვობენ, ღერიან მამაკაცებთან ერთად და ასე შემდეგ. სამწუხარო რეალობა არის, რომ ჩვენ მუსლიმ საზოგადოებაშიც მსგავსი რამე ხდება და კიდევ სამწუხარო არის ის, რომ ამას სასულიერო პირები, ეგრეთ წოდებული ხოჯიები აკეთებენ მსგავს ქმედებებს და ცდილობენ, რომ ეს ჰარამი, ანუ აკრძალული საქმე საზოგადოებას დაანახონ, თითქოს ეს არის ჰალალი, ანუ ნებადართული. როდესაც ვეკითხებით, რომ როგორი არის მუსლიმანური ქორწილი, ანუ ალკოჰოლი იცი, ალკოჰოლი არ იყო, ანუ დასალევი არ იყო, თუ დასალევი არ არის, ესე იგი ის მუსლიმანური ქორწილი არის. როგორი არის მუსლიმანური ქორწილი? ამას პირველ რიგში ძვირფასო მორწმუნეებო არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ქორწილი, ეს იქნება თქვათ იფთრის, სუფრის მიცემა, გაცემა, რელიგიური ღონისძიებები მეულოდი და არა ნებისმიერი რამ, ეს იქნება რელიგიური თუ არა რელიგიური თავშეყრა, ნებისმიერი ღონისძიება არ აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ გვინდა რომ ისლამის ფარგლებში გავაკეთოთ და ცოდვაში არ ჩავარდეთ, მაშინ პირველ რიგში ქალი და მამაკაცი უნდა იყოს გამიჯნული. ანუ პირველ სართულზე მაგათო მამაკაცები უნდა იყვნენ, მეორე სართულზე ქალბატონები, ან თუ ერთ სივრცეში უნდა იყვნენ, შუაში უნდა იყოს ფარდან, სხვა რამით უნდა იყოს გამოყოფილი, გამიჯნული. რაც შეეხება ისლამში მუსიკა არის ჰარამი, აკრძალული არის და შემდეგი ცეკვა, მით უმეტეს ცეკვაზეც ხო საუბარი ზედმეტი არის, რადგან უცხო მამაკაცი, უცხო ქალბატონს რა იქეცეკვება, ეს ყოვლად მიუღებელი არის. მინდა ერთ-ერთი ჰადისი წავიკითხო, რომელიც შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემი ბრძანებს, რომ ლა იედხულულ ჯენნეტე დეიუზუნ, სამოთხეში დეიუზები ვერ შევლენ. მისმა მეგობრებმა ჰკითხეს, რომ ალლა შუამალო, ვიცით რომ სამოთხეში ურწმუნოები ვერ შევლენ, ფარისეული მუნაფიყები ვერ შევლენ, დეიუზები ვინები არიან? შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემი უპასუხა ჰკითხა, რომ დეიუზი არის ის პიროვნება, რომელიც რომ თავისი შვილი, ანუ მამაკაცი, რომელსაც თავისი შვილი ცოლი, დედა და მამიდან სხვა ოჯახის წევრი ქალბატონი, რომელიც რომ ჩაიცმევს ისე, ან და ქუჩაში გავა, ან მოიქცევა ისე, რომ სხვა ადამიანების ყურადღებას მიეპყრობს და მის ნებებს გააღვიძებს, ამაზე ის მამაკაცი არ იეჭვიანებს, ამაზე თანახმა იქნება ასეთ ქმედებებზე, ის ადამიანი სამოთხეში ვერ შევა, დეიუზად მოიხსენიებს შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემ. მე ახლა გეკითხებით ძვირფასო მორწმუნეებო, რომ მსგავსი ქორწილები, როდესაც სტარდება ან სხვა მსგავსი ღონისძიებები, იქ არის მუსიკა, გართობა, ხო, ცეკვობენ და მსგავსი ქმედებები, მსგავსი რამ არ ხდება, ანუ ჰარამი, აკრძალული ქმედებები და რატომ ცდილობენ რომ ის პირები, სასულიერო პირები, რელიგიური პიროვნებები, რომლებიც რომ დაანახონ საზოგადოებას აკრძალული ჰარამი ქმედება, თითქოს ეს ჰალალად არის. რადგან ალკოჰოლი, ღვინო არ არის, ესე იგი მუსლიმანურ ქორწილად ჩაითვალა 1-2 ბეითი, თქვათ ნაშიდს გაუშვებენ და რა მოხდა? ეს მუსლიმანური ქორწილი არის და შემდეგ ჩვეულებრივი მუსიკა, ჩვეულებრივი გართობა სხვა ქორწილისაგან რით განსხვავდება? ალლაჰისაგან გვეშინოდეს, ალლაჰმა გვაპატიოს, ალლაჰმა ჰიდაიეთი მოგცეს ყველა ჩვენთაგანს და ნუ ვცდილობთ, რომ საზოგადოებას არასწორი ფორმით დავანახოთ. აუხსნათ, რომ ძვირფასო ჯემაღით ეს ქორწილი არის ჩვეულებრივი ქორწილი, რელიგიასთან არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან ხალხს ჰგონია, რომ ეს რელიგიური არის, ანუ ჰარამი ქმედება ჰალალად მიაჩნდა. ამის პასუხისმგებელი ყველა გამკეთებელი პიროვნება არის. ასალამუ ალეიკუმ.